ვინ მიიღო ბუმერანგი? შევხედოთ, ვისთან გაფრინდა ბუმერანგი? ვისთან გაფრინდა ბუმერანგი? ვისთან მიფრინავს ასევე ენის გამო, თვალის გამო, ქმედების გამო? თავისით ამოხდა მამაკაცთან რომ მიფრინავს, ეს არის 200% კიდევ მამაკაცთან ისევ ვინ არიან მეგობრებო? მამაკაცთან კიდევ ვისთან მიფრინავს, უკვე ორი მამაკაცი მიჩვენა იმასთანაც ვინც მაგიას აკეთებდა თქვენზე არ მიყვარს საუბარი მაგიაზე გაშლებში არ მიყვარს ამოდის ვინც ადრე შეგნებულად ეშმაკურად ცდილობდა თქვენთვის ზიანის მოყენებას, თქვენი გზის შეფერხებას, გართმევდა ფინანსური რესურსის ენერგიას, ემოციურად გებრძოდა დასუსტებამდე, ანუ გასუსტებდა, ხვდებით, ანუ მამაკაცია ვიღაცა, ხვდებით, მამაკაცია, ან ქალია კაცის ენერგიებში. ეხლა კიდევ ნახავთ, შენი გზის შეფერხებას ძალიან ცდილობდა, ძალიან მაგრად. და ბედის ბორბალმა ფორტუნამ დასაჯა და სჯის და ძალიანაც კარგი და კიდე დასჯის. იმედგაცრუება აქვს ცხოვრებაში, ძალიან დაკარგული ძალა, შესაძლებლობები, ფინანსები, არაფერი აღარ გამოსდის. იგრძნობა ფინანსებს, კარგავს, აი ესე, იხდიდა და ახლა ვერაფერს ვეღარ იხდის, ანუ გაჩერებულია მისი ფინანსური არხი. რა უნდოდა მაგ საცოდავს ნახოთ. თქვენ ხართ ადამიანი, ალბათ რომლისაც შურდა, ეცით, შური ძალიან ლამაზი ხართ, ძალიან ძლიერი ხართ, ძალიან ენერგეტიკულად სავსე ხართ, თუ არ გაქვთ ფული და არ ყავთ ქმარი, მილიონერი ან ცოლი, ტოპ ვარსკვლავი, მაინც ენერგეტიკულად სავსე ხართ, ხვდებით, რატო გჭამენ? ენერგია გაქვთ ისეთი, აი ვერ ისვენებენ, აი უნდა თქვენი შეჭმა, ხვდებით და გჭამენ. მასთან გაფრინდა ძალიან ცუდი ბუმერანგი. შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად საკუთარი მდგომარეობა მისი აქ ადარდებს ძალიან, ჯანმრთელობა მით უდმეტეს და სულ რაღაც მუშაობის პროცესშია. თქვენი წინსვლა აღიზიანებდა. ეგონათ, რომ სადღაც დარჩებოდით, სადაც უნდა დარჩენილიყავით, მაგრამ თქვენ ყველაფერი გადალახეთ. გამოჯანმრთელდით, გალამაზდით, გახდით, მუშაობთ, რაღაცას შოულობთ, ხვდებით, იღიმით ელემენტალურად ცხოვრობთ. თქვენ მართლა გონიათ, რომ ასეთი ხალხი არ არსებობს? რამდენიც გინდათ? შეიძლება არც გიცნობდეს, საერთოდ, ხვდებით? ცუგუებიც ამტკიცებენ. თქვენ გვფარავენ ისეთი ძალები, მეგობრებო, ისეთი უზენაესი ძალები, რომ ბუმერანგი კი არა, შეიძლება ძალიან ბევრი რამეც მიიღოს კიდევ და უკვე ღებულობს. და ასევე, ცუდს არაფერს არ უსურვებ, არასოდეს. არც თქვენ უსურვოთ, სამყარო თვითონ პასუხობს მას, იცით? თვითონ პასუხობს თავისი სიბოროტიდან გამომდინარე, თვითონ პასუხობს სამყარო მას. და კიდევ გზას შეასხოთა შორის. აი, ცუდი რამის თქმა არ მინდა, მე უბრალოდ მიიღო თუ არა იეროფანტი. უზენაესმა ძალამ დასაჯა და დასჯის. ავად იქნება ეს ერთი, მეორე. პრობლემები იქნება ურთიერთობაში. თუ ამ ადამიანმა მიგატოვათ თქვენ, მიგატოვათ შვილით, მიგატოვათ მარტო, დაგინგრიათ ცხოვრება, ფინანსურად მოგატყუათ, ანჯავდათ, იყო აბიუზერი, იყო მოძალადე, დაქცინოდა, ჭორაობდა თქვენზე, ამ ყველაფერს მიიღებს უკან და უკვე იღებს კიდევაც და კიდევ მიიღებსო მიჩვენებენ.
ცუდ კომენტარებს ნუვწერთ, უბრალოდ დავწერეთ მადლობა სამყაროს. ასე ჯობია. წარმატებები ჩვენ.